ოპოზიციის ახალი სლოგანი ოპოზიციური განხეთქილების მურიგ საბაბად იქცა. აქციაზე გახმიანებულ ფრაზას მათივე მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ხელისუფლებამ კი ოპონენტებისგან წარდგენილი ეგრეთ წოდებული საპროტესტო შეგონება საკუთარ ქებად მიიღო. არარსებული რესურსი, კრეატიული კრიზისი და მიღებული დავალების უკუეფექტი. ნინო არგულიანი გიამბობთ. საქართველო იმსახურებს უკეთეს და ოპოზიციის ახალმა სლოგანმა და ახალმა კამპანიამ ხელისუფლების ნაცვლად ისევ ოპოზიციას დაარტყა. ალიანსის საიმიჯო ფრაზა თავად ოპოზიციაში დაცინვისა და ქილიკის საფუძველი ხდება. ისე მართლა კარგი მთავრობა გვყავს, მაგრამ ცოტა უფრო უკეთესსაც ნამდვილად ვიმსახურებთ. სლოგანი არ ვარგა, ხომ გახსოვთ ლადო ასათიანის ლექსი, ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ასეთივეა ოპოზიციის ლოზუნგი, ხომ კარგია ეს ხელისუფლება, მაგრამ მე უფრო უკეთესი მინდა. რა საქართველო იმსახურებს უკეთესს ეს სლოგანი ვინ მოიგონა საერთოდ? ასეთი სლოგანის საარჩევნო კამპანიისთვისაც კი ზედმეტად ზოგადი და არაფრის მთქმელია არათუ საპროტესტო მოძრაობისთვის. ბანკის რეკლამად თუ გამოდგება ან რომელიმე სამშენებლო კომპანიის. სლოგანი არსებული ინფორმაციით არც ალიანსის წევრებს მოსწონთ, თუმცა დავალების გამცემების შემსრულებლებისგან პრეტენზიებს არ იღებენ. ამიტომაც 9 პარტიიდან დამკვეთს წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია. ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს. საქართველო დაინგრევა, ხვალ აშენდება, განვითარდება თუ უკუსვლით წავა იმ ადამიანებისთვის სულ ერთია, ვინც ამ სცენარებს წერს. და ერთ-ერთი გამოხატულება ეს ყოლად შინაარს მოკლებულია ეს ლოზუნგია, რომ საქართველო უკეთეს იმსახურებს. საქართველო უკეთეს იმსახურებს, ვიდრე გვარამეა, ვიდრე ვაშაძეა. უკეთეს იმსახურებს, ვიდრე ის ადამიანებია, ვინც სიტყვში გაისვარა ხელები და დღესაც ცდილობენ, რომ თავის სადავეები ისევ ხელში დაიბრუნონ, რომ ვიღაცას მოემსახუროს ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად. რადიკალურ ოპოზიციას თუნდაც იმის რესურსი არ გააჩნია, რომ დამოუკიდებლად მოიფიქროს საკუთარი კამპანიის სლოგანი. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება რადიკალური ოპოზიცია, წარმოაჩენს იმასაც, რომ მათი გარე კურატორები აბსოლუტურად ვერ ფლობენ აქ საქართველოში ადგილზე სიტუაციას და სთავაზობენ ამგვარი აბსურდული სლოგანებით მოიპოვონ ამომრჩევლის მხარდაჭერა. გარედან დავალებულმა სლოგანმა მთავრობის მეთაურს აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციასაც მოსწონს. ირაკლი კობახიძისთვის პროცესებმა ისიც გამოაჩინა, რომ ოპოზიციის უცხოელი პატრონები ქართულ რეალობას ვერ აღიქვამენ. ეს კი პარტიების მძიმე მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თვითონ პრეტენზია აქვს იმაზე, რომ უკეთესები არიან, თუმცა რამდენად ვინმეზე უკეთესები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ამაზე საზოგადოებას უკვე გამოტანილი აქვს, რა თქმა უნდა, საკუთარი დასკვნები. არასწორად ხედავენ მათი პატრონები საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისინი მოქმედებენ მათ შორის არა საკუთარი შეხედულებების მიხედვით, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით. ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას. სამი თვის წინ შექმნილი ალიანსი აქციას 2 თვე გეგმავდა. სტრატეგიის წარმოდგენის ნაცვლად კი მხარდამჭერებს ახალი სლოგანი შესთავაზეს, რომელმაც განხეთქილება თავად ოპოზიციაში გამოიწვია.